მოგესალმებით, ჩვენ უკვე მაყურებელო, თქვენ იმყოფებით ჯუმანჯის YouTube პარკსა და ეს არის ჯუმანჯი მაფია. და ჩვენ წინა ვიდეოებში შევკვირდით, რომ გაჩვენებთ რუსთავში ლამაზ და განსაკუთრებულ ადგილებს და ბევრმა არიცით ამ ადგილის შესახებ. და ეს არის ჭალის ტყე, მეგობრებო, ჩვენი რუსთავის ფილტვები. ამაზე გიგა მეტად ცლად აგვიხსნის თავის წუთში, როცა დღე გათენდება. ჩვენ ვართ, ჩვენთან ერთად არის ლუდი ბაზა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ახლა კი მეგობრებო, დავიძინე. რამე ჭალის ტყეში. ვიცახს ნომერი 1. ვიცახს ნომერი 2. ნომერი 3. ნომერი 4. ნომერი 5. ნომერი 10. ბოლოს ნომერი 11. ვიცახს მაგ დაეცნობიანებ მაფიას ტონი მეცნო ვიცახს დეტექტივი გადახედავს კალა სერიული მეცნო და ბოლოს ექიმი დღე ქალაქში. მოგესალმებით. ჯუმანჯი, რუსთავის ჯუნგლებიდან. ნულოვანი წრე იწყება. ნულოვანი წრეს გაგვიხსნის ნომერი 1 გისმენთ გიგა. მოგესალმებით, მეგობრებო, პატიოსანი მოქალაქე ვარ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის ჭალის ტყეში. ეს რა ტერიტორიაც არის ჩვენმა მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს, ეს არის ახალი და ძველი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მარცხენა მარჯვენა ორივე სანაპირო. 90-იან წლებში ეს იყო ძალიან დიდი ტყე. აქ იყო ენდემური სახეობები, როგორც მცენარეების, ასევე ცხოველების და ფრინველების. დღეს სამწუხაროდ აღარ არის რა ეს ყველაფერი ასა. ეს არის რუსთავის ფილტვები, როგორც მიშკამ თქვა დავეთანხმები, იმიტომ რომ ეს წარმოადგენდა რუსთავის კლიმატს. ყველაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსთავის ჭალას რუსთავის კლიმატისთვის. მაგრამ სამწუხაროდ 90-იანებში ხალხს არ ჰქონდა სითბო არ ქონდა, საჭმელი არ ქონდა, შეშა და მოუწიათ ამ ტყის გაჩეხვა. ანუ ის ხეები მოჭრეს ზუსტად, რომლებიც მათ აძლევდნენ ჟანგბადს. მე მინდა რომ ეხლა ამ აგიდაზე არ იყოთ ისეთი წითლები, რომლებიც იმ წითლებში ჩადებთ ხელს, რომლებიც თქვენ წითლებს დაგიძახებენ, თქვენ წითლებად გიპოვნიან. მე არ მინდა იყოთ ცუდი წითლები, თორე მე ეგეთ მოქალაქეს აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რომ წითელია, მე ხელს ჩავდებ. დრო. აბა უჩრები. სერკეში ნახე.
რუანო, იგარი ხარ. ორი ნომერი, ისმენთ? გამარჯობა, წითელი მოთამაშე ვარ, საინტერესო თამაშის ვფიქრობ, მაგრამ მინდა გადავხადოთ ეს სპონსორს. ძალიან კარგ გარემოში ვარ სხვათა შორის, მე არ ვიცოდი ამ წუთის შესახებ საერთოდ არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში ვცხოვრობ და 2 წელიწად ვცხოვრობ და არაფერი არ ვიცოდი ამ წუთის შესახებ. ერთის გახსნა, ორმა კი ჟესტიკულირა, ერთმა კი ჟესტიკულირა, რომ ერთი თავია, ორი? არა, აბა რატო ჟესტიკულირა ვერ გავიგე. ნე. ხო, არ ვიცი. მე მგონია, რომ ერთის ფერი არ ჩანდა სიმართლე გითხრათ. ამ წრეზე ვერ ვილაპარაკებ, რომ ერთი არის წითელი მოთამაშე, მაგრამ ვერც იმას ვერ ვილაპარაკებ, რომ არის შავი მოთამაშე, ანუ არგუმენტი არ გამაშე, რატო არის არ წითელი, არ შავი მოთამაშე. თუმცა ემოციური ფონი თუ შევხედოთ, ჩემთვის უფრო წითელი. ამ წრეზე ვითამაშებ 1-2. მე ვფიქრობ შავიც რო იყოს არაფერი დაშავდება რომ ვითამაშო. ორი სლოტიდან არაფერი არ შავდება. ამიტომ ამ წრეზე 1-2 მოგისმენთ ყველას 1-2-ზე რაც ილაპარაკებ და მაგის მიხედვით მე დეიორზე შეიძლება წარმოდგენები შეგეცვალოთ რაღაცა დაკავშირებით. მადლობა. დრო? 3 ნომერი გისმენთ? გამარჯობა. ერთი როგორც საუბრობთ და როგორი ხმის ტემპრიც ქონდა, მე ჩავთვალე წითელ მოქალაქეთ, მაგრამ ერთს ამ ყველაფერზე ნაფიქრი ქონდა, არა სანამ დაიწყებდა აქ საუბარს, არამედ იქამდე სანამ დაჯდებოდა ეს. და ქონდა მომზადებული. ისმის. ხოდა ერთის ფერი ამ წრეზე. ვერანაირად ვერც ერთ მოქალაქეს ვერ ეცოდინე. მაგრამ როგორც ორმა ისაუბრა, ერთი შეიძლება უფრო იყოს წითელი, მაგრამ ემოციურ დონეზე მეორე უფრო შავ მოქალაქედ ჩავთვალე. ხოდა 1-2-ში მაინც ფერს მე ვერ გამოვარჩევ და არ დავუძახებ, რომ ერთი წითელია და ორი შავი. და რომ არ ვიცი. მირჩევია 3-0 ვითამაშო. არ ვითამაშო არც ერთი და არც ორი. და დავაკვირდე მაგიდას, ვიდრე 1-2-ში ფერის გამორჩევა დავიწყო და. ქართული გრამატიკა ნასწავლი ხო გაქვს. ერთი საუბრით წითელი იყო, მაგრამ ორი უფრო შავი მგონია და ერთი უფრო წითელი. 10 წამი? განწყობა არასწორი. აგივიდა ფოლის დრო? შეგიძლიათ 1-2 ფოლი კიდე აიღო და განეცეთ, არ არის. 5. ვერ. პას. 4 ნომერი? მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში. და მადლობა პირველ ნომერს რომ გვასწავლა, რომ 90-იანის მაგალითზე ის სპოტი არ უნდა მოვიჭროთ, რომელზეც ძივართ. მე ვითამაშებ ასეთ გუნდს. მე ვითამაშებ 1-2-3-4-ს, ერთი შავით, სადაც 3-2-ში მგონია ერთი შავი. იმიტომ რომ არც ორიან საუბარი მომეწონა დიდად და სამიანმა თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს ისე აურია, რომ არც მინდოდა 3-4-ს თამაში, მაგრამ 3-0 რო ითამაშე, ეგრევე 1-2-3 გეთამაშე ერთი შავით შენ, და 1-2-3-4 ერთი შავით. რომელიც ზის 2-3-ში, ერთიანი ყავს წითელი. წარმატებებს გისურვებთ. პას. 5 ნომერი? მოგესალმებით, მე ვარ ნაჭრე, ვარ პატიოსანი მოქალაქე რა. 6 ნომერს, ესე იგი 4 ნომერი შავი გონია 1-2-3-4-ით. კაი. 1-2-3-4-ით შენ რო თქვი რომ 2-3-ში შავი მიზისო, 2-3-ში შავი მეც მიზით რა. იდეაში პირველ ნომერზე ვილაპარაკებ, ხა ორზე ვილაპარაკებ ბოლოს. პირველ ნომერად როგორც ილაპარაკა, მე არ ჩავთვალე რა ემოციურად შავკარკად რა. მე მომეწონა ემოციურად ლაპარაკი, გახსნაც მომეწონა. მე პირველ ნომერი ჩემთვის წითელია. 3-0 არ მომეწონა რა შეეძლო რა 1-2 თამაშა იდეაში. ორ ნომერსაც შეეხება, ორ ნომრის რაღაც საკმენები და რაღაცები თან პირველ ნომერიც ესეც არ მომეწონა. ორ ნომერი მე არ მგონია წითელი კარტი. ხოდა თუ ორი ნომერი მე წითელი კარტი ვარ. თუ ორი ნომერი შავი არის. 10 წამი? აგერ დამტოვოს მაგიდაზე და ან ერთმანეთს ვიპოვით წითლად, ან ვიპაიქრო და ან ორი გავა ან 5 რა ვილაპარაკო. 1-4-5 იქნება შეიძლება. 6 ნომერი, ისმენთ? აი, ნახე 4 ნომრის სლოტიდან შენ თამაშობ 1-4, სადაც ალაპარაკობ 2-3-ში უეჭველი ერთი შავი ყავს. შენ ილაპარაკა რომ ერთი უეჭველი წითელია. შენ არ თამაშობ 1-2-3-4, 2-3-ში ერთი შავი გონია. 1-4-ს თამაშობ. ნაჭრებს შენ რატო გითამაშა მე არ ვიცი რა. მე მგონია წითელი მოთამაშე. 2-3-ში თუ ერთი შავი ყავს. 4-მა არასწორი პოზიცია ითამაშა და შენ 4 შავი უნდა ყავდეს, იმიტომ რომ 2-3 მაინც. შესაბამისად 1 ნომერი მე 1 ნომერი ემოციურად არ მეგონა წითელი მოქალაქე და 2-3-მა და 4-მა ესეთი რაღაცები ისაუბრეს რომ თქვენ გონიათ რომ 1 ნომერი არის წითელი მოქალაქე. მე ვითამაშებ 1 ნომერს, დაუცილებლად 3 ვერ ჩავთვალე შავ მოთამაშედ. დაჟე 1-3-6 იქნება ჩემი გუნდი, 2-4-5-ში თუ წითელი მოთამაშეები ხართ, არ ვიცი. 2-4-5-ში თუ თქვენ წითელი მოქალაქეები ხართ, რა ვიცი. ყოველთვის ავაგებ მე ამ თამაშს, იმიტომ რომ თქვენ შეფასებები იყო არალოგიკური ხო რა. შეიძლება წითლები იყოს, მაგრამ არ იყო ლოგიკური. მე ვარ წითელი მოქალაქე და რა ვიცი.
თუ დავინახოთ მანთერებს 3 2 ჩავდეთ კონტრაქტ დღეს მალე დრო 7 ნომერი კაი, ნახე ახლა რა ხდება რა. ერთ ნომერს გახსნა თავიდან მომწონდა, კაი იყო, ბოლო კომენტარი არ მომეწონა რა. იქნება წითელი ვარ და შავი ჩემო ყიდვას ცდილობს. რატო არ უნდა ჩავდო მაგაში ხელი, რატო არ უნდა დაუშვა ეგ. მაგრამ თავიდან მე ჩემი გუნდში აყვანას არ ავაპირებდი, მაგრამ 2 და 3 რო გამოვიდნენ და ანუ ისეთი გახსნა იყო, რომ შანსი არაო ამაზე ვერაფერს ვერ გააშავებოდა უეჭველი წითელი რა ზუსტად ვიღებ ჩემ სიტყვას ზუსტად ეგ ლაპარაკა სამარო ამ გახსით ვერანაირად ვერ შეუტევ ვერანაირად შავს ვერ ორი მაგიტომ 2-3-ში მეც ვეთანხმები რომ შავი მოქალაქეა შენ ანუ უფრო ნეიტრალურ გახსნებდეთ გუნდი გითამაშია მაგრამ ეხლა ეგ რო გამოხვიდა ეგ ლაპარაკე ეგ არ მომეწონა 2-3-ში ვეთანხმები 4 ნომერს რომ შავი არის უეჭველი ერთი შავი მყავს მე 4 ნომერი გუნდში ამყავს და ამყავს ასევე 5 ნომერი ჩემი გუნდი იქნება 1-4-5 6 ნომერს იმის გამო რომ ეს არანაირად არ დაუშვა და აქეთ ეგრევე შეტევაზე გადავიდა და თუ წითლები ხართ უკვე წავაგოთ მაგაზე დანებ და ეგ არ მომეწონა პას ამასობაში გეტყვით რომ უნდა გამოგვიწეროთ, დაგვალაიქოთ, დაგვიკომენტაროთ, როგორ მოგწონთ ჩვენი კონტენტი. სხვათა შორის სადღაც 80%-ს გამოწერილი არ აქვს, არქი ვინც ვიყურებთ, ასე რომ არ შეიძლება ესე რა. ახლა კი ჩვენ პოდკასტზე გესაუბროთ ამ ადამიანზე, ქალბატონი ნატალი. მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე ვარ. ერთიანი გახსნა ბოლო დაკავშირება არ მომეწონა და მაგიტო ვიფიქრე მაგაზე რომ შეიძლება არ იყო მეთქი წითელი ბოლოს რო გეთქვა რომ აი როგორც ის ხეები მოჭრეს ისე მოუჭრიო წითელ მოქალაქეს ვაი მაშინ იქნებოდა მაგარი დაკავშირება მაფიასთან და მეყოლებოდი მაგრამ აქეთ ბევრმა დაგინახა წითელი ამიტომ ვიფიქრებ შენ ფერზე 6 მგონია წითელი იმ აღნიშნავს შენ 4 ნომერიდან არავითარ შემთხვევაში არ თამაშობ 1-2-3-4 წითელი კარტიდან 1-4 თამაშობ კატეგორიულად და აი 5-ის პოზიცია ნახე 5 შეიძლება იყოს წითელი 1-4 პროსტა ანუ რატო ჩათვალა 4 ვერ გავიგე 7 არ ჩათვალე წითელ მოქალაქედ 7-მა ანუ მე ვერ გავიგე რა ნიშნავს 2-3-ში შავი შავი ვინ არის და უფრო წითელი ვინ ყავს ხომ უნდა ილაპარაკოთ 4 ნომერი არის შავი 1-2-3-4 ამ წრეზე ყოველ შემთხვევაში 6-ია წითელი ეს რო აღნიშნა რომ 4 უეჭველი 1-4 თამაშობს ერთს მოусმენ კიდე იქით 4-ს იქ თავი შავი ხავს 6-მა თქვა 3-ია წითელიო მე მგონია წითელი ამიტომ ეხლა დავჯერებ და მაშინ 4 შეიძლება შავები იყოს სხვა ნომერი 8 კრიშავ რა მგონია წითელი მოთამაშე ჩემს დათვლებში რა 2-3 თუ ერთად წითლები არიან 2-3-ში ერთი შავი თქვათ მაგალითად რა და ისედაც 2 უფრო შავი და 4-5 ერთად შავები არ არის ჩემს ვერ უეჭველი შავი გამოდის დათვლებში იმიტომ რომ ერთის შედაც ილაპარაკე ზუსტად მაიგ უნდა მილაპარაკა მეც რა ამიტომ ერთი შედარებით წითელი 1-3-6-8-9 იქნება მაქსიმუმ ერთი შავით რა მაგრამ არ ვფიქრობ 1-3-6-8-9 იქნება 7 დანებდა ძალიან დანებდა 7 არ უნდა შემოწმდეს იმიტომ რომ დანებებული შავია პირდაპირ ვამბობ რა გუნდიც თამათა 1-4-5-7-ით მოდა ორის ფერზე ვიფიქრებ იმიტომ რომ თავიდანვე აი 2-0 რო გეთამაშა რა ვარ არაფერი ვინმე გეტყოდა რატო გადააგდე ნომერი 1-ო გადამრიე გახსნა არისო ხო 10 წამი ჭალისტაზე ისაუბრო ინფორმაცია მოგვაწოდა უბრალოდ და დაგიძახეს წითელი გიგა და თამაშობ ერთ ნომერს პას ნომერი 10 მოგესალმებით. პირველ ნომერს საუბარს შეეხებოდა ჩვეულებრივი გახსნა იყო არაფერ გამორჩეული ანუ ფერი არ მოუწია რა მაგას გულისხმობ. ამიტომ ნეიტრალურად პირველ ნომერს ორი ნომერი ამოცრად მომეწონა დაბრეული. დაძაბული ცოტა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ რაღაც შეგეშალა, მაგრამ მაგის გამომდინარე მაგიდან რომ გადაგიარა ეგ არ მომეწონა და მაგით უფრო მიწითნები რატომღაც, იმიტომ რომ ამდენი მოქალაქე რატო გადაგიარა ვერ გავიგე. 3 ნომერი 3-0 არ მომეწონა, იმიტომ რომ პირველი ნომერი შეგეძლო გეყვანა გუნდში. 4-ის ვეთანხმებით თქვენ ქალაქს, იმიტომ რომ პირველი 4-ის თამაში ყველაზე ლოგიკური იქნებოდა 3-4 შავი გიზის. 5 ნომრის საუბარი 4 ნომრის საუბრის მსგავსი იყო. ასე რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული 6 ნომერი მგონია რომ წითელი კარტიდან საუბრობ 7 ნომრის საუბარი არ მომეწონა რაც ისაუბრა 8 ნომერი ყველაზე კარგი პატიოსანი არის ვინც ისაუბრა ჩემს წინ 9 ნომერი შედარებით წითელია მაგრამ დავაკვირდებოდი 9 ნომერსაც 6 ნომერი წითელი კარტიდან თამაშობს 5 3 2 1 დრო სანამ მაგიდას დაგვიხურავს 11 ნომერი პატია ლაიქს გლიჯეთ მან მოგესალმებით, ყველა საინტერესო და წარმატებულ თამაშს გისურვებთ. ესე იგი, ხა ყველაზე მეტად რასაც დავაკვირდი, გამოიკვეთა, რომ 1-4-5 არის თითქოს გუნდი. 1-3-6-8 ცხრიანის გუნდი ვერ გავიგე, ვეუბნებოდი რომ მეთქი მომასმენინე მეთქი და 1-3-6
და 8-9 ჩაემატა, ესე იგი მაგ გუნდში. ასაგებია, რომ დავიწყოთ ახლა პირველის გახსნა რავი სტანდარტული იყო, შავი კარტიდან წითელი კარტიდან ეგ გახსნიდა. 2 ნომერზე რასაც ვიტყოდი, რომ ანუ დაახლოებით 4 ჯერ გამოიყენა, რომ წითელია შავია პირველ ნომერზე და არ ვიცი რას გულისხმობს მაგაში. 3 ნომრის ხმა დიდად კარგად არ მესმოდა. 4 ნომრის 1 2 3 4-ში, რავი, დიდად რაღაცა განსაკუთრებული რაც 6 ნომერმა დაინახა. მე ეგეთი საწინააღმდეგო ვერ დავინახე. 5 ნომერმა აიყვანა 1 4 5 როგორც ვახსენე. 10 წამი ისურვებს ყველა წარმატებებს სახით დიდად ვერ მოვასწარი და მე ვეცდები რომ ჩავატიო რა. ბრო მორჩა ჩვენი ნულოვანი წრე რამე მეგობრები ბიცეპს მას აირჩევს მსხვერპლს დეტექტივი აიცებს მაგ იგიცებს სერიული განაცნოთ გადაწყვეტილა და ბოლოს ეკივი დეჟავიუ 3 ნომერი ორი არის შემოწმებული წითელი. მოხსნით ახლა 7-ს. შენ როგორ მელაპარაკები 5 წითელიაო. 1 4 5 აქ ნათამაშები. როგორ დამით? ახლა მოხსნი 7-ს, მე მოხსნი 9-ს, მე მოხსნი 10-ს. აი თანმიმდევრობა რა. 7 9 10, აი თანმიმდევრობით იქ. შენ დანებებულო, შენ მე შავი. 7-ს მოხსნი, 9-ს მოხსნი, 10-ს მოხსნი. აი თან. ხო, გავა კაცო. გიგა 7 9 ამ თანმიმდევრობით მოხსნი რა. 7 ხო აქ ნალაპარაკები 2 3 შავის ის. 4 4 ჩავი შეიძლება იყოს, მაგრამ ჯერ 7 9. მაგრამ 4-ს ბევრი წითელი იყავს ნათამაშები. გაგ მინიმუმ მაგით ვარ და გავუდეს რა. 7 გადის, 9 გადის, 10, 4-ს მინიმუმ 3 წითელი, 2 წითელი ყავს ნათამაშები. რა ვიცი, 9 დაკრიშა და გავარ ეხლა 8. ჯერ გავა 7, მერე გავა 9, მერე გავა 10. ან თანმიმდევრობით, მაგრამ თანმიმდევრობა არ იცვლება. 7, 9, 10. 9 არ იყო წითელი, იმიტომ რომ მაგით აღარ იცვლება. დაგივიდა დრო. 9 საუბრობს 10 შავის არაფერი. 2 ნომერი, გახსენით დასახელების წრე. ვაყენებ 7 ნომრის კანდიდატურას. ეხლა გავა მარტო ნომერი 7, 5 მგონია მე წითელი მოთამაშე. მე მგონია 5 წითელი მოთამაშე. ამიტომ ნომერმა 6-მა დეიერზე ილაპარაკა, ჟესტიკულირებდა, რომ 5 არის წითელი მოთამაშე. ამიტომ 5-ის გაყვანას თუ ვინმე მოინდო, ჯერ 6 უნდა მიაკითხოთ და არა ნომერ 5. 5 არის წითელი. მეც ვსაუბრობ ამას. მე მგონია წითელი მოთამაშე ნომერი 5. ეხლა გავა დანებებული 7 ნომერი. უეჭველი შავი მოთამაშე ხარ 4-ის ფერზე ვიფიქრე რო ჩახტია სამიანში შენი ლაპარაკი რატო გადის 7 კაი გადის უჯერდენ რატო გადის არ მე ვფიქრობ რომ 7 არის შავი მოთამაშე კიდე ფოლია იყებიდი მე ვარ შემოწმებული წითელი რატო შევმოწმდი ვის ფერზე შევმოწმდი ერთის ფერზე ხო შევმოწმდი თემა მაგიდა მილაპარაკეთ რომ 1 არის წითელი არ მაინტერესებს არა მე გამყავს 7 9 ზის
მარტო ნომერი 7 გავა, ეხლა მე ვარ შემოწმებული წითელი. ერთის ფერზე ვინ შეგამოწმებს, გოგო, ერთის ფერზე შემოწმ. ორი ვის ფერზე შემოწმდა? ორი ვის ფერზე შემოწმდა, გეკითხები. გაგივიდა ფოლის დრო? მარტო 7 ნომერი გადის. თქვენ გაგივიდათ დრო. ამასობაში თუ გსურთ, ჩვენთან ერთად იაროთ. ლამაზ ადგილებში ჩვენ ახლა წარჩევწავთ, გავერთობით ამ კადრებს განახებთ მე. ეტაპ-ეტაპ რა და უნდა მოხვიდეთ რუსთავში, მეგობრობის 9 ნომერში, პოსტის მეორე სართულზე შემოგვიერთდეთ და ითამაშოთ ჩვენთან ერთად ჯუმანჯი მაფია. 4 ნომერი. 4 ნომერი, ჩვენ რომ მიიღეთ 6, მიიღეთ 8, მიიღეთ 6 მივიღე. ეხა უყურე როგორი აქვს, დავნეგდი? ძალიან დასანებებელი იყო. ეხა უყურე როგორი რაღაცა, რატო გიკვირს, რომ არ გთამაშობთ გუნდში და გასახდეთ. 8 ნომერი გადაწვდა მთელ მაგიდას, 6 ნომერი გადაწვდა მთელ მაგიდას, 4 ვინ არის 4? რის გამო გამაშავეთ? რის გამო გამაშავეთ, რომ 1 2 3 4-ში 1 შავით ვითამაშე? ეგაც შევებული მიზეზი იყო, მე თავის ახალოს მაგაზე არ დავიწყებ. რა, 2 ვინ არის? რა, არ დაგიშვია შეცდომა გიგა? აბა რა გინდა მაშინ თო? თელიკა შენ და 8 მოუწევთ, რომ 4-იანი გადის. გადის თუ ვინ არისო, ეკითხები თელ მაგიდას. ხო, არ მომეწონა. 10-ს მიიღეთ, 10-ს არ მომეწონა, ვეები ილაპარაკა. 11 ნომერს ვერაფერი გავიგე და ამ მაგიდაზე მოგისმენ, ეხა ამ წრეზე მოგისმენ, იმიტომ რომ ძალიან სულად ილაპარაკე შენს. 5 შავი მიზის ამ მაგიდაზე რა, დეტექტივი გავიდა და ძალიან გთხოვთ, თუ თხოვნა არ შეიძლება, ძალიან გთხოვთ, ცოტა ლოგიკებით ვისაუბროთ. 7-იანმა მე მითამაშე, მაშინ მეც უნდა დამატსახო. ხოვნაზე დრო გაგივიდათ 5 ნომერი. კაი. ვასახელებ 7-ს, ვასახელებ 11-ს, ვასახელებ 4-ს. 11 მივიღე. დიაში 4-ის გამო წავიყვანე გუნდში ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ 2-3-ში ერჩავს მოიაზრებდა რა. ორივე ტიტული გამოვიდა, მეც ეგრე მეგონა. მაგაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეხლა ნახეთ 11 ნომერი რატო დავასახელებ. 7-ზე ვიტყვი რა, 7 გამოვიდა და აქეთ მინდა ჩაალაგა, დაალაგა ყველაფერი 5-მა და 4-მა რაც ვილაპარაკე, 5-მა რაც ვილაპარაკე, მე რაც ვილაპარაკე, იგივე გუნდი 1 4 5 7 ითამაშე შენ რა. მე რო დაფიქრდი 4 მართლა არ იყოს თამაშებელი, 1 ნომერმა და 2 ნომერმა ეგ თქვეს რა კიდევ. ეხლა ნახეთ 11 ნომერს რატო ვასახელებ კიდე და რატო მგონია 11 ნომერი შავი კარტი. რა 11 ნომერი გამოდი და იძახის რომ ჯერ გუნდებს ალაგებს რომ აი იცი რა 1-5 როის გუნდი იქნება თუ წრის და მე გამოდის და მეორე გუნდს ალაგებს. მე რეიძახის რომ აი იცი რა 1 და 2-ის ლაპარაკი მოვისმენი, მაგრამ 3 ნომრის ლაპარაკი არ მომისმენია რა. 3 ნომრის ლაპარაკი როგორ არ მომისმენია, 3 ნომრის ლაპარაკობ და შენ მისმენი. 6 ვაყენებ 4-ს, ვაყენებ 7-ს, ვაყენებ 4-ს, აყენებ 7-ს, ვაყენებ 10-ს, ვაყენებ 10-ს, ვაყენებ 11-ს. ესე იგი, ეხლა ნახე, 4 ნომერი, შენ როდესაც საუბარს იწყებ, შენ აღარ აყენებ 6 ნომრის კანდიდატურას, შენ აყენებ 8 ნომრის კანდიდატურას, შენ აყენებ 9 ნომრის კანდიდატურას, იმიტომ რომ ამ ორმა ადამიანმა ისაუბრა, რომ 6 არის ჩემი წითელი ფერი. მე 5 მგონია უეჭველი წითელი, 2 შემოწმებული წითელია, 1 შავად ამ შტაბზე არ განვიხილავ და ანუ აქეთ ამხარეს 1-დან 6-მდე, მაშინ გამოვიდა, რომ უფრო მეტი წითელი არის. შენი ლაპარაკი 2-3-ში უეჭველი შავი მოთამაშე არის, 2 შემოწმებული წითელია, 3 შერიფი არის, მე 1-3 5-6 მაქნა თამაშებ, 5 მგონია არ ვითამაშე. 5 არ ვითამაშე მგონი. 1-3 თუ გითამაშე, არ მახსოვს. არ მითამაშია, ხო, იმიტომ რომ ცუდი საუბარი ქონდა 4 ითამაშე. არ მგონია, რომ აი ეგეც სამივე შავი იჯდეს. მგონია, რომ 10 წამი? არ ვიცი რა. შენ ვერ აყენებ 6, შენ ჟესტიკულაცია დაიწყე 6-8, ეგ ვაყენებ 6, ვაყენებ. მე ვეძებ 3-2-ში შავს და 3-ს ყრავ ღამე გიგა იფიქრე რა სიტყვი. გაგივიდა დრო 4 ნომერი მესამე ფოლის დრო გაგივიდა. 7 ნომერი. ვაყენებ 9-ს, ვაყენებ 10-ს. პირველ რიგში ის რომ გადის 7 ნომერი, მარტო იმის რომ 2-3-ში 1 შავი ყავდა, 2-3-ში 1 შავი ყავდა 4-სა და 5-ს. 7 რატო შუაშია მაგ იმაში. 2-3-ში რატომ ყავდა 1 შავი? მე ვილაპარაკე და აუხსენი, არ მომეწონა 2, არ მომეწონა 3, იმიტომ რომ 1 სფერდე ძალიან ცუდად ილაპარაკე ჩემი განუსახედია. 4-ზე შეტევა იმას არ ვეთანხმები, რომ 1-4-ში უნდა ეთამაშა უეჭველიო, რატო რა 1 შავით ვითამაშებ 4-ს და ის რა აზრი აქვს 1-4-ს თამაშს. სულ ერთია ეგ ჩემი აზრით არ არის არგუმენტი. 9 ნომერი გამოვიდა და ჩემი აზრით 9 ნომერი ყიდულობდა 8 ფერს. 8 კარტი ყიდულობდა 8 წითლად ყავს. დაინახე მას ყველა წითელი კარტი იყო 8 და დაიწყო ის. არაფერი არ დაგიმატებია და იგივე 10 ნომერი. 10 ნომერი გამოვიდა, არაფერი თავისი აზრი 10 ნომერს გამ ვერ გავიგე, 10 ნომერმა ილაპარაკა ის, რაც დაინახა, რომ უმრავლესობის აზრი იყო. მე ვარ წითელი მოქალაქე და რავი, მარტო იმისა თუ გამიშვებთ, კი ბატონო, მაგრამ რამე არგუმენტი მითხარით, რო დამასახელებთ, მითხარით, რატო? და რავი, შეძლებ გიპასკოთ. თუ ვერ დაგარწმუნეთ, მე რა გამიშვით, მაგრამ ეგრე იცე რომ პროსტა 7 გავიდეს, იმიტომ რომ 2-3 შავი ითამაშა, ეგრე ქნა 4-მაც და 5-მაც. რატო გადის? 8 ნომერი?
გიგა. შენი ძახი რომ 4-ია უეჭველი შავი. შენ ახლა ანუ შავსა ძახი ხო? აბა მარტო 4 ილაპარაკე მთელი თამაში კაცო. თითუთი. მომისმინე 4-ს ბიჭო შერიტმა სტორი თქვა. 1 თეთრი რომ უფრო წითელი ჩავთვალე, ხო ილაპარაკე შენ რომ 1 უფრო წითელი მგონიაო. 4-ს აქ იდეალური გუნდი მაშინ ათამაშები 3 შერიფი იყო 2 გადამოწეული წითელია 1 წითელი გონი თუ გონია შენ მაშინ 4 რატო უტევ 4 არ ვიცი შენგან 4 შეტევა არა სწორი მე რა 1 6 8 დააყენა 10 არა მე 11 მგონი მე ვაყენებ 11 რაც ლაპარაკა დახურვაზე მარტო ის ლაპარაკა ვისი გუნდები იყო გვიცხა ინფორმაცია და მე სხვა არაფერი ლაპარაკა 1-ის მეტი და 1-ს მოусმენ იმიტომ რომ აქ რასაც უსმინე 6 თუ წითელია 6-5 ყავს წითელი იქ 4 გუნდით 4 შავი არ გამოდის. 10 წამი? შეიძლება შავი კარტა ეთამაშა 1 2 3 4 მაგრამ 9 წითელი მგონია. ანუ ვაყენებ 11 10 7 ჯერჯერობით და 6 კი გამოვიდა. დაგივიდე. 9 ნომერი? ჩეს 3 დანებდა რომ გავიდა, ჩეს 7 მოხსენეთ, 9 მოხსენეთ. 3 იყო დანებებული შავი შერიფის კარტი და რომ მარტო მე ვითამაშე 8-ს კი არ ითამაშა 3 ნომერი და 1-6-მა ითამაშა, 6-მა ითამაშა, 9-მა ითამაშა და 9 დატოვა შავ ვერსიაში. დანებებულმა 3 ნომერმა და 2 ეთახმებოდა, 7 რო გავა 9 მიყვესო და რის ფერზე შევა, 1-ის ფერზე შევა, 1-ის ფერზე ვის შეგამოდო? შენი თავის ფერზე შემოწმდი. ხო, შენი თავის ფერზე შემოწმდი. ვაყენებ 11-ს, ვაყენებ 7-ს, ჩემს მერე შავი გამოდის მეთქი ვილაპარაკე და არც ერთმა არ შემიტიეს. არც 10-მა და არც 11-მა. ორივემ წითელი, 9 ვინ გამოვიდა? წითელი ხო? და 3 ნომერმა ილაპარაკა 9 უნდა გავიდესო. 1 უნდა შემოწმებულიყო ამ თამაში. 1-ის წითელით ბევრი წითელი იყო იქით. იმიტომ რომ 2-ის ფერზე მე ვიფიქრებ მეთქი. და 1 თუ წითელია 7 10 11-ია შავების გუნდი პირდაპირ. იმიტომ რომ 4 ეხლა რასაც ლაპარაკობს, სწორეს ლაპარაკობს 10-ის დაყენებით. 3. მაგრამ აი რომ 6-ის დაყენება ნამდვილად არ მქონდა. პრო 10 ნომერი ისმენთ? და ავიდე, იმიტომ რომ 3 ნომერი 2 შემოწმებით ავიც რა ვერ გავიდე ისე და 2 არ იყო იმდენად ჩავი და 2 შემოწმება. კაი. 7 ნომერს მაგას ვიტყვი რომ ძალიან უბრალოდ დაიბურე და ესე მგონია რომ მაფიას უტევთ რა. ვერ გავიდე გუნდებსაც კი ვერ უთვლის საერთოდ. ანუ რატო? მაფიას უტევთ და ვის შეუტევ? შენ შემოგიტიე. მე და შენ მაფია ვარ მაგას ეძახი თუ რა გინდა? უბრალოდ მაგიტო. 9 ნომერმაც ახლა ისე ისაუბრო 7 10 ნომერი არ 7-თან მოიაზრება, არც 9-თან არ მოიაზრება. ამით ორივე საუბარს მოვისმენ, 7 და 9 მივიღეთ. 10 11 თერთმეტი საუბარი არ მახსოვს. ეხლა მოვისმენ რასაც საუბრობთ და ვიყვი. პირველი და 11 ნომერს რა დავიკვირდე, იმიტომ რომ პირველ ნომერსაც ძალიან ბევრი სასაუბრო და პირველიც დაასახელე და 11-ის დაასახელე თუ ისაუბრო. აწამი? ხო რა, 4 მე უფრო მეწითება, 5-იც მეწითება, იქ მიხედავ რომ რაღაცა როდის გამო შემომიწია. აჰა. 5 წამი? არა. 3. რა გაფრინა 4 ნომერი? პრო რა მეშავა? 11? ხო, 11 ახლა პირველ რიგში ვფიქრობს 6 უფრო წითელი შეიძლება იყოს 4-ზე თუ ცოტა ხანში შეიცვლის რაღაც. ახლა უყურე 5 და 8-ისგან შემოვიდა. 2 სხვა ახლა უყურე 8-იანი იძახის რომ 11-მაო დაალაგაო მაგიდაო გუნდები დათვალაო რაღაცაო ანუ დახურვის წრეზე რა პრობლემა არის ეგ რატო არის რა არის მაგაში ცუდი. 5 ნომრის კანდიდატურა მიიღეთ რომელიც გამოდის და იძახის რომ 11-ო 3-ს უსმენდაო და უეჭველი გაიგებდაო და მაგით ოვასახელებ ხო? რა გინდა რა დამღალი რა გინდა 10 ნომერი რატო არის შავი გინდა გითხრა აი არ მომწონს აქედან მოდის შავი აურა და მაგიტო არის შავი. თლიანი მაგიდან მე რანაირად გამაშავეთ. 9 ნომერმა გაიწითლა თავი ჩემი სიტყვებიდან გამომდინარე 0 წელზე რო თქვი რომ ანუ 9-ზე უბრალოდ ვერ მოვასწარი მეთქი აქეთ ხარეს თქო რა ხდება მეთქი გამოდისო 9 ნომერი 11 ნომერი გამოდის 9-ზე იძახისო ესო წითელი არისო ანუ რა გამოდისო 9 ნომერია. რავი კიდე 5 ნომრის კანდიდატურა მიიღეთ თქო თქვი უკვე 5 3 ნომერსაც გავიდა ხოლმე რომ ამასობაში შეგახსენებ დასახელებს და შეგახსენებ იმას რომ უნდა გამოგვიწერო დაგვალაიქო და დაგვიკომენტარო 7 6 11 4 9 10 1 5 აა პირველ ნომერი დახურეთ წრე там 7-5 ნომერო 11 მე წითელი მგონია მაგრამ მე უნდა ვილაპარაკო 11 10-ის გაყოფა გესმით
იმიტომ რომ არ მგონია 11-ში რომ არ მგონია რომ 11-ში ორი წითელი იყოს, მაგრამ 11 წითელი მგონია. 10 ნომერი, ეხლა თქვენით დავითვლი მაგიდას რა, თქვენ დანებებულო შავო, არ შემოხვიდეთ ფოლში, თორე მიგანებებთ თქვენ ფოლში. 4 და 5 წითლები გონიათ, მე 6 მგონია წითელი, მე წითელი ვარ, ორი გადამოწმებული წითელია, 9 წითელი მგონია. სად არის შავი? ერთი რატო გონია წითელი? ერთი რატომ მგონია წითელი და მე ვარ 9 იმიტომ მგონია წითელი მგონია რა გავაკეთო. ხო რავი მე არ ვიტყვი თქვენ წითელი ხართ არასწორად თუ დავითვალე მაშინ მესამე ფოლი გაგიგრძელდა 11 გამოდის შავი და 10-11 ვსყოფ მე ახლა ამ მაგიდაზე და 8 ნომერი თქვენ როცა გამოგბრძანდებით და აყენებთ 11-აც 7-მა დააყენა 6 დაყენებულია 7-მა დააყენა 11-ათი და თქვენ 7-ს ვერ აყენებთ თქვენ შავი მგონი ხართ აი ამათთან ერთად ვაყენებ 2-ს 1 დრო 2-ს 2 მივიღე იწყება თავის მართლების წრე 7 6 11 4 9 10 1 5 2 7 ნომერს უსმენთ 30 წამი აი მე დავაყენე 9 და 10 ყველაზე მეტად ახლა მაგიდაზე შავი მგონია 10 ნომერი გაყოფაზე რავი თანახმავარ 10 ნომერი გამოდის და იძახის მაფია ერთმანეთში აიბნეთ ერთმანეთს უტეთო რავი ეგრე დაანაწილა და დაყო ყველაფერი ვის რა შევუტიე მე შენდა 9 და გასახელებ და ანუ სამი შავი ვარ და ერთმანეთს უტეთო აბნევა რა იყო მაშინ ეგრე ვთვლი ხო აიბენი და ერთმანეთს უტეთო ჩემი ჩინ აიბენი მაგ თითქოს ჩემს ახლა 10 ნომერი გადის და 9 ნომერზე იგივე აზრი ვარ 9 შავი მგონია შედარებით 2 1 6 ნომერი 7 იყოფა მაგიდაზე. აი რჩიოს ვისთან იყოფა? 10-თან არ ყოფ. არ ყოფ 10-თან. ხო, არ 7 არ იყოფა. შენ რატო არ ილაპარაკე რომ 7 შავი მოქალაქე 10-11-ს რომ იყოფ? შენ რატო ხარ წითელი 10-11-ს გაყოფი? 10-მა რა ფოლებიც აიღო ჩემი აზრით დანებდა წითლად. ორივე წითელი არის 11-ში? არ ვიცი. 7-11-ს გაყოფა მინდა. 1 2 3 1 2 4 5 2 4 5 6 ხეს შადებს რომ 11-ში დანარჩენები ხეს შადებს რომ 7-ში შენ თავში 11 ჩემი ვერსია მაინც ითამაშ ჩემი შავი მაინც გამოყვანე 11-თან რატომ ყო 9 და 10 დავასახელე მე არ ვიცი გაყოფაზე საუბარი ხა ვაფშე რატო წავიდა 10 ერთიან შეუბნება რატომ იყოფო და ადგა და თვითონ ყოფს ახლა და არ ვიცი რავი რატო ერთიანი თუ ვერ გაუყოფს მაგიდას 6 რატო უყოფს მაგიდას ერთიანს არ ვიცი პას ნომერი 4 ხო ნახე მომისმინე შენ გელაპარაკები რა შენ ყოფ მაგიდას ხო ვის ყოფ 7-11 მაგას ეძახ 6 ნომერი და 8 ნომერი მათქვა რატო ყოფსო 7-11 გა ვინ ვიშიდებს თქვი უცებ შენ დასახელებული ხარ არ ხარ ვინ ვიშიდებს ხარ კაი მაშინ ხო მაგრამ ჩემი აზრით ანუ დეტექტივმა დატოვა 7 და 10 ხო 7 და 10 უნდა გაიყოს რატო არა 10 წამი რატო არა მითხარით პროსტა და გავიგე დრო 9 ნომერი ეხლა შენ დანებდი თუ რა შვები აბა რა წეგან დაგიძახა 10 წითელი შენთვის 10 უნდა იყოს წითელი ხო? რაგნა 7-11 ყოფს რაგნა 10 ხო დაგიძახა 4-5 წითელი 10 გამოვიდა ფოლები წითელიაო 6 ლაპარაკა და 10-ს გაყოფა წითელი ყავს 10? 10 წამი? აი პას ნომერი 10 4 ნომერი, 1 წამის მინახეთ. 10-7-ს დაყოფა, იმიტომ გინდა 11-ში შავი კარტი გიზი შენიანი, ხა? არც მისმენა აქ დაფრინო შავ კარტი. და ვაფშე, ანუ ჩემი სიწითლე აქ რანაირად ვერ დაინახე. და პირველი ნომერი რა საუბრობს აქეთ, რომ პირველი წითელია, ის წითელი ეს წითელია. ვინ იცის შენი კარტი? მე შენ უჩაბოდი და 11 თავი. და რანაირად იმასობდი, რომ და მაგალითად ფასკებო, თემას რა არა უნდა რა ჩამოყალიბული ფესქია. მე არ შავია. 3 2 1 დრო ნომერი 1 აიღეთ თქვენ თავზე ამხელა რა პასუხისმგებლობები და მე მელაპარაკეთ მე. აიღეთ მაშინ ვინმე კაცო. აგერ ორი ხო გადამოწმებული წითელი, რომელიც ჩემი აზრით მცურავია. და მიყავს ორმა, მე არ ვარ დაფარმა. მე ვარ წითელი, არავისფერი არ ვიცი მაგიდაზე, აგერ 6-მა ერთიან შავი დაუძახა და 6 მე წითელი მეგონა და ერთი ხა შავს ეძახის. აღარადროს აღარ ვითამაშებ ერთ-ერთ, მაგრამ წითელი მგონია 10 გამოდის და 4 შენ დაფინავ შავო 1 დრო
5 ნომერი. ხო. არგუმენტებით ხო თამაშობ თამაშს და ემოციებით ხო თამაშობ, არა? 10 ნომერი მე არ მგონია მას ეს ტიპები. რა გინდა? არ მგონია მარტო ემოციების გამო გააკეთლო, არ არის ჩემთვის მასე რა. 2 ნომერი ახლა ადგება და გაყოფს 7-ში, 7-11-ში ან 7-ში. შენ მოიფიქრე. მე ეგრე მგონია რა. თუ არა და 1-4-ში ვიფიქრებ ჩავს. რა დრო? 2 ნომერი? ეხლა გაიყოფა 7-11. 2, 4, 5, 6, 7 დავდებთ 11-ში, დანარჩენები დადებთ 7-ში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. 7-11 იყოფა, მე ვარ შემოწყებული წითელი, მე ვიღებ ამ თამაშს ჩემ თავზე, 10 უხის მგებლობას ყოველ შემთხვევაში ამ წრეზე. 2, 4, 5, 6, 7 დავდებთ 11-ში, დანარჩენები დადებთ 7-ში. 11 7-ში დებთ, 11 7 იყოფა, რა ვერ გაიგეთ? დრო? ამასობაში მეგობრებო. ფოლებს შეგახსენებ და ყურადღებით მოისმინეთ. პირველ ნომერს აქვს 2 ფოლი, 2 ნომერს აქვს 1 ფოლი, 4 ნომერს აქვს 3 ფოლი, 7 ნომერს აქვს 2 ფოლი, 8 ნომერს აქვს 2 ფოლი, 9 ნომერს აქვს 3 ფოლი, 10 ნომერს აქვს 3 ფოლი, დანარჩენებს ფოლები არ აქვს. 2, 4, 5, 6, 7 ხელშადებს 11-ში, 8, 9, 10, 11, ერთი ხელშადებს 7-ში. გააგივიდა ფოლის დრო, იწყება ხმის მიცემა. 7, 6, 11, 4, 9, 10, 1, 5, 2 ამ თანმიმდევრობით დაბგანებულ ხელს არ მივიღებ, ყურადღებით მოისმინეთ. 7, 6, 11, 4, 9, 10, 1, 5, 2. შემდეგში აღარ გავიმეორებ, როცა ვისაუბრებ მომისმინეთ. ფოლს ვიღებ, ვინც ჩატეხავს უეჭველი გადის. გაგევიდათ ფოლის დრო? ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა? 1, 2, 3, 4, 5 ხმა. ნომერმა 6-მა? ნომერმა 11-მა? 1, 2, 3, 4 ხმა? აჰა. ნომერმა 4-მა? ნომერმა 1-მა? ნომერმა 9-მა? ნომერმა 10-მა? 1 ხმა. დაგტოვათ 11-მა ნომერმა, 7-მა ნომერმა 5 ხმით. ხო. ნახე ახლა რა ხდება, რატო ჩავტეხე ხელი? თქვენ თუ ფიქრობთ, რომ 7 არის შავი და არ იძახით არაფერს იმის გარდა დეტექტივმა თქვა 2-3-ში 1 შავი ითამაშაო, მაგის გამო რომ ხელით გაკავართ და მე არ მისმენთ ელემენტარულ ვერსიაში არ თამაშობ, იმას შეიძლება წითელი ვარ და მე ვინც გონია შავი მაგასთან ერთად გამიყვანოთ. მე მათ ხელს შავი, მე ვინც გონია შავი ვილაპარაკე 10 და 9 გონია შავი, თქვენ ეს არც გაითვალისწინეთ. მე 11 ახლა არ მყავს ეგეთ შავ მოთამაშედ, რომ გავრისკო და ავდგე იმასთან რა. რა დიდი ალბათობით ახლა მაინც 11-ს მოვაყოლებთ, მაგრამ მე 11-ში ხელს არ ავწერი, მაგრამ როცა ეს ერთმანეთ შეთანხმდით, რომ 7 არის შავი და გადის და ვიცი რომ წითელი ვარ, მე ხელს ვდებ 10 ნომერში. რანჩენ რა წამარტებული თამაში, გავალ ლუც დავლევ. რა მოვაყოლებენ 11-ს ავთ, რავი რა გიყო, მაგრამ მე მაინც 10-ში ავწერი ხელი. პას. დავშვიდობეთ ნომერ 7. რამე მეგობრებო? ჭალის წეში. არ ვამდე არ გამდება. ვიზერს მაფი. აირჩევს მსხვერპლს. ჩება, ამი დასწრებს უყრელობას. ნომი, ეს დეტექტივი. ნოკასული. ეს დეტექტივი დაეცებს მაფი. ეს სერიული საკიმი ის პლანი გვაქვს პლა მეგობრებო სადაც ხერფლი მყავს პირველ ნომერში.
მე ვიყავი წითელი მოქალაქე, 6-იანი მგონია წითელი მოქალაქე, ჩემს ბალანსად ვტოვებ მხოლოდ 6 ნომერს. არ ვილაპარაკებდი მე რატო ვიყავი წითელი, მაგრამ ეხლა ხომ გავარდი თამაშინა და მაქვს უფლება. 3-ის მკვლელობით როცა 6-იანი ერთიან ეძახის წითელი, როცა 6-იანი ერთიან ეძახის შავს, ვაყენებ 6 ნომრის კანდიდატურას. 6 ნომერი არის ჩემი ბალანსი, სადაც 10-11-ში თქვენ ორივე წითელი დაინახეთ და 10-11 არ გამოყოფინეთ ორო ნომერო, რომ მეკითხებოდით ექიმი ვინ არისო და ექიმს რო ჩამოეძინა მაგიდაზე და ამ ხალხში კიდე რო არ გაიხსნა. ეხლა მე ვერ ვარ ექიმი, ბოდიში სამწუხარო და მაგიდაზე, მაგრამ რავი, მე რო ყოფილიყავი ალბათ მოვიგებდით ამ თამაშს. პას? ჩემი შავები, არა, პას არა. შავები ვინ მგონია 10 არ მგონია წითელი, 8 არ მგონია წითელი, 5 არ მგონია წითელი, 11-იც არ მგონია წითელი. პას სამშვიდობეთ. დაგტოვა ერთმა ნომერმა, დასახელების წრეს გაგიხსნის ნომერი 4. და მიიღეთ 11. ჩემი აზრით 6-ის დატოვება იყო პროსტა ის, რა ქვია რა, ნერვებზე მოშლა. 6-ის დატოვება იყო ერთისგან პროსტა ნერვებზე მოშლა, მეთქი თორე შავები რო და არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ერთადერთი იმის ის მქონდა 6-ის შესწევი, რომ მე ჩამაჭირა ძალიან. გაიგე ნატალი? მე რო ჩამაჭირა. ერთადერთი ეგ მქონდა შესწევი, მეტი არაფერი. შენ მქონდა რამე სხვა 6-ის შესწევი? მაგის გარდა ხო არ მქონდა. და ერთმა შავები რო ჩამოთვალა ბოლოს 6-იანი მან არ უხსენებია. მაგიტო ასახელებ 11-ს. ვინ ჩატეხა 11-ში ხელი? 7-მა. რატო ჩატეხა? იმიტომ რომ ერთად იყვნენ შავები ჩემი აზრით. გადის 11 ნომერი. წინათ შავი ვინ იყო? წინათ შავები ვინები გავიდნენ? 7 შავი იყო თუ არა? აბა რა იყო? 10 წამი? აი დამასახელე და ვილაპარაკე. მიიღეთ 11 ნომრის კანდიდატურა, მიიღეთ რუისის რო დამასახელოს მერე და ვილაპარაკო რა ვერ გაიგონე და იხსნას მარტო მაგიტო ნატალი. 1 დრო ნომერი 5 რო გაიხსნას ექიმი, ვერ ვიცი გუნდო. ექიმი თუ არ გაიხსნება, მე გუნდს ვერ ვიტყვი მაგიდაზე. რა გავყრე, ერთადერთი ვიცი რომ 2 ნომერი არის წითელი და 6 ნომერი მკრეშავს აქტი და 5 უეჭველი წითელი მგონია. არა, დასახელებ 11, დასახელებ 10, დასახელებ 8. სადაც 9 უფრო წითელი მგონია, ვიდრე 8 წითელი იყო ნულოვანზე ბაზარია თავის ლაპარაკეთ, მაგრამ 9 უფრო წითელი მგონია, 9 შავი კარტიდან არ გამოვა და 8 ნომრი დაკეშვას არ დაიწყეს რა. 20 წამი. ვაბარა გუნდი ხომ უნდა დაუთვალო და ლაპარაკები ხომ უნდა მოусმინო. ვასახელებ 11, ვასახელებ 10, ვასახელებ 800 მეთქი რა არ მოგეწონა 2 წითელია. ისა გადამოწმებული წითელი არის, 9 ჩემი წითელი არის და 6 ნომერი ბეტონ წითელს მეძახი. 3 2 1 დრო 6 მე მყავს ექიმი გახსნილი. უეჭველი. ვაყენებ 11 ნომრის კანდიდატურას. რა გინდა ამ 7 კაცო, ვაყენებ 11 ნომრის კანდიდატურას, 7 იყო უეჭველი შავი მოთამაშე და 7-მა უეჭველმა შავი 7 წითელით არ დავითვლი არასდროს. არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს. 10 ნომერი, 10 ნომერი 7-მა ისაუბრა 10 ნომერი უეჭველი შავი მოქალაქე არისო და ჩემი ბალანსი არისო და 7 როცა შავი მყავს, მე 10 იქ ვეღარ შევეხები რა. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ამ წრეზე. 7-მა ჩატეხა 11-ის გამო შეიძლება ეს სტრატეგიასაც ემსახურებოდეს, მაგრამ არც ერთი სტრატეგია არ არის გამართლებული თუ ორივე შავები არიან, ორივე უნდა ადგნენ და ის ისაუბრონ რატო არის ერთი შავი. ამიტომ არ არის ეს სწორი სტრატეგია, რომ 7-მა ჩატეხა. იმიტომ რომ 7 იყო, 7-ის წითელი არ დაითვლება ამ მაგიდაზე. 1 ვაყენებ 11 ნომრის კანდიდატურას, 11 ნომერმა აიჩიოს ვისთან ადგება. ვინ გონია შავი მოქალაქე წამოაყენე, 6 გონია, ავსო მარტო 11 გადის. არ მაინტერესებს. არა, 6 არ გაიყოფა ამ მაგიდაზე. 6 არის უეჭველი წითელი. სადაც ექიმი იხსნება 6 ნომერს ეხნება. 6 არის უეჭველი წითელი. სავარაუდოდ ვიძახი რა. 6 არის უეჭველი წითელი, მარტო 11 გადის. პედრო გავიდა ფოლის და შენიც. 8 ნომერი? ვაყენებ 5. ვაყენებ 11. ბიჭო, 5 წითელია ხო ვიძახი? 5-მა ახლა რა ილაპარაკა? 8 მგონია შავიო, 11 მგონია შავიო, 9 მგონია წითელიო და 9 კრიშავს 8 ნომერს. თუ შენ 8 გონია შავი, 9-ს აყენებ და არა 8-ს აყენებ 5 ნომერო და შეძახი. შენ იგივე არგუმენტით 6 არ აყენებ მაშინ? 5 5 ვაყენებ 5, ვაყენებ 6-საც, ვაყენებ 11-ს. მე 11-ს დავდებ ხელს ამ წრეზე. იმიტომ რომ 7-ის გამო 7-ის გამოვდებ 11-ს და 5-მა რაც ილაპარაკა, 5 არის შავი, არ მაინტერესებს. всё. ატანო. საკანება ვერ გავიდი. ვაყენებ 5, ვაყენებ 6, ვაყენებ 11-ს. 6-მა თქვა 10 არის წითელიო, 9 წითელია,
9 ნიშნავს 8 ნომერს, 8-ზე შეტევა 5 ნომერს არ აქვს და ეხლა რაც ილაპარაკა შენ გამოხვიდე და 6 ნომერი უნდა დააყენო, მაშინ 5 კი არა, 6 ნომერი 5 ნომერს კრიშავს. რაც ილაპარაკა რომ რო გაეცნავ 6 დაგივიდა ფოლი დრო 3 წამი 2 1 დრო 9 ნომერი ვაყენებ 6, ვაყენებ 8-ს, ვაყენებ 10-ს. ნატალე, ზუსტად მაგ არგუმენტებს ეხლა რა ფოლიც აიღო. შენ 5-ს არ აყენებ, აყენებ 6, როცა 6 ეძახის კიდე წითელს. როცა 5 ლაპარაკობ და კიდე 5-ია ეს ჟესტიკულირებ და 5 არის წითელიო, ბეტონიო და 6-მა ილაპარაკა, ჩემთვის 7 არის უეჭველ შავადო და 10 ყავს წითელი. გიგა, შენ 10 ყავს წითელი. 10 11-ში, 11-ში 7 შავი, მესამე შავი 4-5 ერთად წითელები, 5 წითელი ხო გონია? 10 4-5 ეძახის წითელს. 4-საც ეძახის წითელს და 5-საც. კი, წეღა თქვა 4 და 5 წითელი ყავს და 8 ყავს შავი და 8-ისთვის 10 უნდა იყოს უეჭველი შავი. 9-ზე შეტევა არა აქვს 0-ზე 9 წითელი მგონია, 8 წითელი მგონია საუბრითო, ისევ იგივე ილაპარაკა და 4-5 წითელი იყო. და 7-11 ყავდა შავები. 6-7-11, 1-6-7-11 ყავდა შავების გუნდი. შენ ყავდი ბეტონ შავი და შენ 10 წითელი ყავს. მე 6 ვშირდებ ხელს. ნომერი 10 გისმენთ? აი პროსტა ეხლა ნახეთ. 7 ნომერი ჩემთვის, აი ხუვიჭველი შავი იყო 7 ნომერი. 7-მა ჩატეხა ხელი 11-11 ერთად არ გაიყო. როცა მან უკვე 9-10 გვიტევდა 7 ნომერი, 9-10 ჩემთვის უკვე წითელი გამოდის ზუსტად მაგის გამო. თავიდან ვფიქრობდი 7-19, მაგრამ არ გამოდის ეგ დათვა. ამიტომ 7-11-ში ხუვიჭველი ორი შავი არის. ეხლა 8 ნომერი გამოდის და ასახელებს 5 ნომერს, ამიტომ 5 ნომერი ჩემს არის პატიოსანი მოქალაქე. 5 ნომერს არ ვსაუბრია, თუნდაც რა ვსაუბრა. აქეთ 4 ნომერი 11 ნომერს ასახელებს და ზუსტად იმ არგუმენტით დაგიხსნა, რომ 7 ნომერი თავად გავიდა და 7-მა 11-ში ჩატეხა ხელი. მაგიტომ გონია 4 ნომერი მე წითელი. So, ვასახელებ 11-ს, ვასახელებ 8-ს. 8 მივიღე? ჩემთვის შავად გავიდა. 100? 20 წამი გაქვს კიდე. დრომა? არა, ყველაფერი. დავასახელებ ყველა დავასახელებ. 100. ნომერი 11? ანუ ნულოვან წრეზეც აღნიშნე, რომ 5-იანმა და 8-იანმა სხვადასხვა გუნდის წევრებმა შემოტევა გააკეთეს 11 ნომერზე. ამის შემდეგ 7-იანმა ჩატეხა ხელი, 11 ნომერი ისევ შავია. ამის შემდეგ 5 ნომერი გამოდის, აშავებს 11-ს 8-სთან ერთად, 8 ნომერი გამოდის 5-იანს აშავებს 11-თან ერთად. მე აქედან გამომდინარე კიდევ შავი ვარ. 6 ნომერი სანამ არის ტყის ექიმი ვინ არის და ვინ დაჰილა? მეც ვიტყვი რომ ექიმი გამეხსნა მე ვიცი ვინც არის დაჰილული. ესე იგი, როგორც ვიძახდი, 11 ნომერს 5-იანი 8-ის გუნდში მოიაზრებს, აღარ 8 და 11 გონია შავი, 8-იანი მოიაზრებს 5 და 11-ს, აქედან გამომდინარე 5-იანთან ერთად და 8-იანთან ერთადაც რომელთანაც 10 წამი? გამყავის თუ ეგრე ძალიან გინდათ ჩემი გაყოფა. მე ვარ მხოლოდ პატიოსანი მოქალაქე. მიიღეთ 5, მიიღეთ 8. პას. მივიღე 5, მივიღე 8. ორივე დაყენებულია პას. შეგახსენებ დასახელებებს 11, 10, 5, 6, 8. ორი ნომერი დაგვიხურეთ წრე? ვინები არიან ბუდის დაყენებულები? 11, 10, 5, 6, 8. ვაყენებ 4 ნომრის კანდიდატურასაც მინდა რომ ილაპარაკოს. შენ 4 ყავს უეჭველი წითელი მოთამაშე. შენ გინდა 8-თან ან 5-თან გაყოფა, ხო? 6-თან აღარ გინდა გაყოფა. 6 გგონია უეჭველი წითელი. მოსავიღებ 6-მა დამფილაო, ექიმმაო. მეც თქვი იგივე წინადადება. თუ 6 ხელს შეუხებელია, მეც შეუხებელია. შეუხებელი ვარ. ექიმად, ვინ გაგეხსნა მის ხარეს? მე არ ექიმი გაიხსნა. დაგივიდა ხო? ექიმი გაიხსნას რომ დავთვალო მაგიდა. ბოლოჯერ ვიძახი. ექიმი ხარ? არ ხარ. კაი, რა იყოფა, ვისთან იყოფი აიქცე? არა, მე არ ვიცი. აიქცე ვისთან იყოფი? გადიხარ, სო, გადიხარ, არ მაინტერესებს. მარტო შენ გადიხარ. მარტო ნომერი 8, არა, მარტო ნომერი 8 გადის, ეხლა რახან არ იყოფა. არ, სო, მარტო 8 გადის და სერიულმა ვინც უნდა ის გააბალანსოს. ვაყენებ 8-ს, ეხლა გავა მარტო ნომერი 8 და სერიული თუ ფიქრობთ რომ 8 გადის წითელი მოთამაშე, დააბალანსოს შავი მოთამაშე. მადლობა. სანამ თავის მართლების წრე დაიწყება, კიდევ ერთხელ ფოლებს შეგახსენებთ კრიტიკული მდგომარეობა. 2 ნომერს აქვს 3 ფოლი, 4 ნომერს აქვს 3 ფოლი, 5 ნომერს 2 ფოლი აქვს, 6 ნომერს 1 ფოლი აქვს, 8 ნომერს 9 ნომერს 3 ფოლი, 10 ნომერს 3 ფოლი, 11 ნომერს 1 ფოლი. იწყება თავის მართლების წრე. 11, 10, 5, 6, 8, 4 ამ თანმიმდევრობით იმართლებს თავს. 11 ნომრის 30 წამი. კი ბატონო, 2-იანმა მაინტერესებს 4-იანი ასე ტყვისო და მაგიტო დაგაყენა. კი ბატონო, 8 ნომერში ჩავდებ ხელს დიდი სიამოვნებით, 8-ის მერე ჩავდებ აუცილებლად 5-ში. თუ საჭირო იქნება, ისევ ავდგები 5 ნომერთან ერთად და მარტო თუ ეგრე ძალიან გინდათ, არ გავუშვი. პას. პას. 10 ნომერი?
აი გადამეტყობა წითელმა გადაწყვიტეს ვინ გავიდეს. მე მირჩენია მაინც ორი ადამიანი გავუშვათ კარტით, რომელსაც 11-თან ერთად ვიღაც ვინც გინდათ გავყოთ. მე 11 ნომერი შავი კარტი მგონია. ეხლა და 7 ნომრის ჩატარებით გამგონია 11 ნომერი ზუსტად შავი რა. აქეთ მე 8 ნომრის შავედაც ვისაუბრე უბრალოდ ვერ გავიგე 8-11 იმიტომ არის ყოფა ორივე შავია თუ რატო არის ყოფა. მაგ ეგ შემდეგ წელს უეჭველი გამოჩნდება, მაგრამ აქეთ 5 ნომერი წითელი კარტი მგონია და რუიანი რომ 5 წუთას აი მაგიტო არ მომწონხამ რა. ხო და 8 რო 5 წუთას მაგიტო არ მგონია რომ 5 ნომერი მე წითლად ყავს ნაპოვნი რა 5 ნომერი არის წითელი კარტი თავის არგუმენტები და საუბრებიდან გამომდინარე, ამიტომ რა რო 5 წუთას მე მაგიტო რო 8 მეეჭვება. აქეთ 9 ნომერი არ გამომდის შავი, იმიტომ ზუსტად მაგის გამო რომ 9-აც აჩავე და 7 ნომერი, როცა მე 7 ნომერი შავი მყავს, მაგიტო 7 და 10 წამი? მე გუნჩი. უი რა 10 წამი. დრო. 5 ნომერი? ნახე. 10 ნომერი გეტითლება? აუ არ ვიცი, ბიჭო რა. უნდა მოიფიქრო რა, ან 10 ან 8. აი, რამდენი გაცვლა? გავყავთ. 8. რუის გასვლა ხო გინდა? აუ 10 არ მეწევა, არა იმ. 8. დრო. ნომერი 6. გოგო, მაგიდაზე ხო ზიხარ? 7 ნომერმა რატო არ გაიყოთ 11-თან? ამიხსენი 7 ყველასთვის შავი არის, ხო? ყველა მილაპარაკა 7-ია შავია და 7-ის წითელი არ ვითამაშებ. 11-თან რატო არ გაიყო, გოგო? ანუ, თუ 11-ის წითელი მოქალაქეა, რატო არ იყოფა, ბიჭო? შენ არ ილაპარაკე 10-11 ერთად შავები არიანო და მე ჟესტიკული 6 წითელიაო? სო, გაიყოფა 11 ვისთანაც უნდა გაიყოს, ან 11 გავა. რა გინდა აქეთო? არ ვიცი მე აქეთ ვინ არის 5 მგონია წითელი, სო მე შენიც აღარ ვიცი. ფოლი გაგიგზავნით, ეცადეთ. გაგივიდათ ფოლის დრო. 8 ნომერი. მე არ გავიყოფი დამებებულო ორიანი. წითელი ხარ მაგდენზე თამაში არის. ჩემი ნოიწიდან გამოვიდა მე 14-თან როგორ მყოფ. 11-ს ვაყენებ, 11 შავს ეძახი, ვიძახი 11 ხარ და შენ წითელები არ ხარ. არ მაინტერესებს, რა შენ დაყენებული მყავს ეძახი შავ. 11 ეძახი შავ. 10 ნომერი ხარ აილაპარაკა. აი ერთი სიტყვა რო თქვა 8 ნომერზე, ეხლა გამო როგორც 8-ზე შეტევა დაიწყეს. 10 ნომერმა, აი შენ 5 რო შავი გონიოში, მე 5 შავი არ 5 არასწორი წამოყენება ქონდა, ბატონო, 11 და 11 და შენ 8-ს ხომ მარტო 8 გადის და წააგე ესალაში. ვაფშე რატო არ მოყლეს ვიყოლდეს ბატონო. 1 დრო. და 4 ნომერი. ნახე, მარი, შენ ლაპარაკები რა, ჯინიანობის გამო წავაგებ თამაშს წავაგებ. ერთიანმა ჯინიანობის გამო დაიტოვა 6-იანი, 7-იანი რაღაც გალაქტიკაში წითელი იყო ჯინიანობის გამო ჩატეხა შენი ხელი და შენ ახლა ჯინიანობის გამო გაკავს 8. არის თუ არა ეგრე? ჩემთვის 7, 11, 9, 10-ის 1. 7, 11 და 9, 10-ის 1. ხო. არა, არ გითხარი? 5-აც ვარ, შავი ვარ. გავა 9 ხო? 3 2 აი ლაპარაკობ, კაი, ვიცი. დრო. იწყება ხმის მიცემა. 7-11-ში თუ ორივე წითელი მოქალაქეა, 3-3 უეჭველი, წავიდა 11 გავიდა. უეჭველი. გაგივიდა ფოლის დრო. 11, 10, 5, 6, 8, 4. აღარ გავიმეორებ. ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს? ნომერმა 11-მა. 3 ხმა. ნომერმა 10-მა. 4 ხმა. 4 ხმა იყო. ნომერმა 5-მა. ნომერმა 6-მა. ნომერმა 8-მა. და 1 ხმა გადავიდა 4 ნომერზე. დაგვტოვა 10-მა ნომერმა. ეგ ფოლი ხო მაგრამ შენ რას იძახი ახლა რომ შენზე 3 ხმა წამოვიდა და 10 ნომერში ხელი არ აწიე მაგის გამო? შენ გავواردებოდი 10 ნომრის მაგივად. გაგივიდა ფოლის დრო და მესამე ფოლი იყო 5 ნომერი. თქვენი დრო მიდის 10 ნომერით? აი, რანაირი პატიოსნა მოხდა ვერდები. სად გადის 10 ნომერი? რომელ ვერსიაში რაცა 7-მა ხელი ჩაუტეხა 11 წავ 10 გადის. 10 შავად რანაირად გადის. ნუ გამაგიჟეთ საერთოდ. რა არგუმენტები, რა დასახელება რითი? ვასახელებ ყველას ვინც მგონია შავი 11 გავყოთ მეთქი ვინმე საერთოდ ვიცქოდეთ თუ გაყოფა იყო 11 10 მაინც გაგვიყოთ რომ მარტო პატიოსანი მოქალაქე არ გავსულიყავი. ვერ ვიგებ თქვენ თამაშს საერთოდ. რა. დავიმშვიდობოთ ნომერაც. თქვენი ლუდი წაიღეთ, მიირთვით იგით. ღამე მეგობრებო.
ერთ მაფია და ირჩევს სხვა ერთს. მიდასტურებს მკვლელობას. დონი ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. იღვიძებს სერიული მკვლელი. ნახოთ რას იზამს. და ბოლოს ექიმი ქალაქში მოკლული ყავს 6 ნომერში ახლა. ხარ მინებებული მოთამაშე. აი არ ვუყურებ ახლა ვინც არის მინებებული მოთამაშე. 7 ნომერი ჩემთვის გავიდა უეჭველ შემოქალაქედ დაიბალანსა 10 ნომერი და 7-11-თან არ გაიყო და თუ 7 შავი მოქალაქე უეჭველად იყოფა 11-თან. თუ არა და არასტრატეგიულად ითამაშე, გაიგე? და მე თუ ამან არ მაინტერესებს რა. ვინ არის შავი მოქალაქე? ხო, ვინ არის შავი მოქალაქე, მითხარ. 5 მგონია წითელი. 5 მგონია წითელი. 11 და ვიღაცაა შავი, იმიტომ რომ არ ვიცი, ბიჭო, დამანებე თავი რა, შენ ხარ მინებებული ცალკე. ბიჭო, აცი როგორ მოხსენა, შავი რო იყოს, ახლა ვაფშე უაზრობას საუბრობ, მაგრამ არ ვიცი ძმაო რა. 10 ნომერი მინებებული იყო წითლად ჩემთვის რა და რა გავაკეთო. 11 მგონია უეჭველი შავი მოქალაქე, 7 მგონია უეჭველი შავი მოქალაქე და როცა ვისაუბრე 7-11-ის გაყოფა მგონია რომ ორ შავს ყოფდი რა. რა ვიცურავი, არ არის პრობლემა რა. 8-9-ში რატო არავინ არ კვდება, ანში რატო არ კვდები შემინებებული. 5 მგონია წითელი და 4-ის ფერზეც ვიფიქრე. დავამშვიდობოთ ნომერი 6. გასახელების წრეს გაგუხსნის ნომერი 5 გისმენთ 5. ვასახელებ 11-ს, ვასახელებ 8-ს, ვასახელებ 4-ს. ეხა, მარი. არა ვარ, მე და ექიმი და მაგას ვიძახი რა, გაიხსნას ექიმი, ვეღარ ვალაგებ გუნდს. ჩემს ეხა 2 ნომერი გადამოწმებული წითელია, 9 ნომერი ჩემთვის წითელი არის, მაგიდა და წინა ნულოვანი წრე დამიძახი რა მაგას. და გაიხსნას ექიმი, ვეღარ ვალაგებ, ბიჭო, შავი გუნდი ხომ უნდა დავალაგოთ, ან მე, ან ურმა. მე ვიცი ჩემი პერტიტელი ვარ, ხომ უნდა დავალაგოთ არა მაგიდა. როგორ დავალაგოთ? აბა რა გინდა? უნდა გაიხსნას, ვასახელებ 11-ს, ვასახელებ 8-ს, ვასახელებ 4-ს. 9 და 2 ჩემთვის წითლებიანი, 2 წითელი არის, 9 ჩემთვის წითელი არის. გამოვით ხა და ილაპარაკეთ 11-ს, 8-ს და 4-ს. არ ვიცი რა ექიმი უნდა გაიხსნას ყველა ვარიანტში რომ დავალაგო მაგით და არ იხსნები და რა გავახსნე. ხო და ყველა მიწოდა. 8 ნომერი ვაყენებ 5-ს, ვაყენებ 11-ს. მე ვერ გავიგე რატო არის 9 წითელი 5-ისთვის მაინდა-მაინც. აი ვერ გავიგე. 8-ს აყენებს, 11-ს აყენებს, 9 წითელი ყავს ხავს არა. რატოა 9 წითელი შენთვის? რატოა 9 წითელი შენთვის? ან რატოა უარშავ, როცა 9-8 პიშავს. მე ვერ გავიგე ამ თამაში 5-ს რატო ყავს 9 წითელი რო არ აყენებს. მე ვერ გავიგე. ამიტომ ვაყენებ 5-ს, ვაყენებ 11-ს, მე 11-ში მინდოდა, მაგრამ 10-მა რო შემომიწია, პროსტა ავდექი და 10-ში დავდე ხელით, თორე 11-ში დავდებდი, ხა 7-ში ჩატეხდა. ბიჭო, ნახე 2 ხო არის წითელი. ვერ გავიგე ეს 2 ოღონდ რატო არ კვდება, მაგრამ ხო არის წითელი. რა შეიძლება ეს? შეიძლება ყავს მაგილაზე? 10 ძალიან შავი იყო. 10 შავი იყო. მე მგონია 7-10-11. მე ესე მგონია, მაგრამ ხო უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება რომ ან 10 იყო წითელი ან მაშინ 2 წითელია, შენ არ მგონი ხარ შავი და თუ ხარ მომიგე, გენაცვალე 5-4 11-ში მყავს 1 შავი. 9 ნომერი 5-11 ნატალი ერთად ჩავები არ გამოდე, ამიტომ რომ 11 5-თან იყოფოდა. 11 5-თან იყოფოდა. მე 11-მა 10-ში არ აწია ხელი, აწია ნომერი ბაში, ვერ გავიგეო. მე თქვი რომ 10-11 ერთად მგონია შავები, იმიტომ რომ 10 ლაპარაკობდა, 4-5 ერთად წითლები მყავსო, ბიჭო.
ვაყავდა უეჭველი შავი 6 მისთვის უეჭველი შავი გამოდიოდა და 6 ამბობდა 10 მყავს წითელიო 10-ისთვის 6 გამოდიო 4-5 წითელი მყავსო 8 შედარებით წითელი და 9 წითელიო და ვის გუ 7-11 ორი შავი ყავდა მარტო მაგიდაზე ვაყენებ 11-ს ვაყენებ 4-ს 4 მივიღე რა 4-11 გაიყოფთ ადგებით რა პრობლემა გაქვს ექიმი 2 არის უეჭველი აბა თუ არ იხსნები მე სიტიზენი ვარ და არც სერიული ვარ არაფერი და შოულები მოქალაქე ვარ შავი რო ვიყო ავიღებდი ეგრევე ექიმობა შენ ხარ გადავმოწმდა მონევრზე და ექიმიდან არ იტყოდი გადავმოწმდა 1 დრო 11 უყურე როცა ვარ მე შავი კარტი 3 წრეა ვიძახი 2 ნომერი არის ექიმი თქო შენ ხო სიტიზენი ხარ ხო ესე იძახი რომ დიდად სიტიზენი ხარ პოტენციური მაფიოზი ყავს მაგიდებზე ხო ყველანი დანარჩენი რჩება მარტო 2-იანი ექიმა 3 წრეა ვიძახი რომ 2-იანი ექიმი არის მე ვიცი რომ 2-იანი ექიმი არის და არ კლავ 2-იანს ხო და ესე თან გადამოწმებული არის და მაინც არ კლავ ხო და მე ვარ მაფიოზი კიდე მაგასთან ერთად დავიწყებული არის 9-იანი წეღან მეუბნება 10-ში ხელი რატო არ აწიეო 5-თან და 8-თან ვიყოფი მეთქი და 10-ში ხელი რატო არ აწიეო მიიღეთ 5 მიიღეთ 8 5-თან და 8-თან ერთად კიდე ვიძახი ისევ ავდგები მხოლოდ 5-თან ან 8-თან ერთად პას 2 ნომერი 2 თან დრო გაიყოფით 11-თან თუ 11 წითელია ჩათვალე რომ წავაგეთ ეს თამაში და 11 ლაპარაკობს რომ ან 5-თან გავიყოფი ან 8-თანო და სერიული 8 თუ არ არის ეს რო სერიულმა 8-ს კაცო 8 იძახით არ გავიყოფიო ცოცხალი თავით ანუ გეკითხები გაიყოფი თუ არ გაიყოფ გაიყოფი ვსო 5-11 გაიყოფა 4-11 4-11 გავყოთ არა 5-11 გაიყოფა 5-11 გაიყოფა და სერიული გაისვრეს ვინც გონია შავი მოთამაშე ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა 1-2-4-5 დავდებთ 11-ში დანარჩენები დადებთ 5-ში გავიგეთ ხო ოქრო შენდებ 5-ში ხელ ჩადებთ გატეხავ არ გატეხავს რა დავაზღობთ კაცო თუ რამე არ არის პრობლემა 3 2 იყოფით და დგებით შეგახსენებთ დასახელებებს 4-5-4-8 არა 11-5-4-8 4 ნომერი მიიღეთ 9 ნომერის კანდიდატურა ოქრი მომისმინე თუ არ გინდა ბინძურად კი არა და უაზროდ წააგო რაღაცები მითხარი რის გამო მიტევ მითხარი რეების გამო მიტევ და 2 რეების გამო 11 ხო დასახელებულია კაცო რა გინდა 11 5-4 მიიღეთ 11 მიიღეთ 9 მე დავასახელე 9 თავიდან ხო ეგრე იწყე კი 2-იანი ექიმი აი რა ის აჭმე მაგას ყველა მიწის რო ექიმი ხარ ხო ოქრი ნახე შენ თუ მე მიზეს არ მეწვი 11-თანაც გაყო 8-თანაც გაყო 5-თანაც გაყო და ექიმ 2-თანაც გაყო შენ არ უნდა მაგას რა მე აქამდე ვიძახი მე არ მესმის რა შენ ხარ ძალიან უპრინციპო თამაშობ ამ თამაშს ვიძახით რომ 11 გადის იმიტომ რომ 7-11 ხელი ჩატეხა და 10 გაკავს ხო გადის 11 მარტო არც არავისთან არ იყოფა ეხა ვაფშე 3 2 1 დრო დამთავრდა დასახელების წრე შეგახსენებთ რომ 11-ის გარდა ყველა 3-3 ფოლი გაქვთ 11-ს აქვს მხოლოდ 1 ფოლი იწყება თავის მართლების წრე 11 5 4 8 9 11 ნომრის 30 წამი ეხლა რა ისი მცდელობა გქონდა რომ მე მეუბნებოდი რომ გავყო მაგიდა რა ვიცი რანაირი 9-ს უკვის რატო არ ვდებ 10-ში ხელს როცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ 5-თან და 8-თან ერთად გავიყოფი და ავდგები მე ვარ პატიოსანი მოქალაქე პას 5 მარი მომისმინე რა 11-ის 5-თან გაყოფა 5 არის უეჭველი წითელი ამაგედად 6 ნომერი წითლად ყავდა 6 ნომერი თუ წითლად ყავდა 6 ნომერი 5 ნომერი ბეტო წითელზე ძახდა რა და 6 ნომერი მე რო შავი ვიყო 6 ნომერი არ მოკვდებოდა ამაგიდაზე როცა ბეტონ წითელზე მეძახდა 6 ნომერი რა ექიმზე მაქვს მე ეგ არგუმენტი შეებს იძახე რა ექიმზე გაქვს არგუმენტია ან ეხა 11-4-ს ყოფ ან ეხა 11-8-ს ყოფ რა 11-ს ყოფ ყველა ვარიანტში თუ გაყოფ აგინა 11-ს ყოფ ყველა ვარიანტში 4 ნომერი გამართლება ხო არ ვიცი
ვინმე შეუმიტია და მე გავიმართებ თავს რა. რამეზე ვინმე შეუმიტია და მე გავიმართებ თავს. პას 8 აი მომისვინე მარი ნახე შენ უშოთ მიყურებ შავი გონი ვარ 21-ად ჩავი ხო არ ვარ 4 შეუტიე 9-ზე რას თქვი ამეთქი 1-4 ითამაშეთ ხო შავი ვეძახე იყო იმიტომ იყო რომ 6 იძახდა რომ 8 წითელიო და ესეც იძახდა 11-თან შავი ხო არ ვარ ანუ 9 ხო წითელი გონია 5 ხო ანუ მე არავისთან არ ვარ შავი 7-თან შავი არ ვარ ანუ ფიზიკურად არ ვარ შავი მაგიტომ ვიძახე რომ მე არ ვიყოფთ ხოთორე განა რამე ხელშეუხებელი ვარ კაცო просто არ მეკუთვნის გაყოფა და 5 ნომერი ჯერ იძახდა რომ კიო ვიყოფიო კაცო 8-თან როგორ არაო და ეხა თურმე არა ანუ 4 წითელი გონია 9 ნომერი აი 5-8-9 დავდებ 11-ში 11 2-ის 4 დადებენ 5-ში რა გინდა რა თუ გინდა 8-ში დადეთ 11 2 4 რატო? და იმიტომ რომ არ გატეხოს 4 შემთხვევაში შავია. მე ეგრე ვფიქრობ. 5-8-9. 5-8-9 დავდებ 11-ში. 5 პირდაპირ, ხო, 5-8-9 დავდებ 11-ში. წამი? დანარჩენება თუ გინდა 5-ში აწია, თუ გინდა 8-ში. 2 1 დრო. დამთავრდა თავის მართლების წრე ამასობაში გამოგვიწერეთ და დაგვალაიქეთ ჩვენო მაყურებელო 80%-ს არ გაქვთ არხი გამოწერილი ვინც გვიყურებთ. არა და გვიყურებთ. 11 5 4 8 9 ამ თანმიმდევრობით აძლევთ ხმას. ვიფიქრობს, რომ ნომერმა 11-მა უნდა დატოვოს თამაში. 3 ხმა? ნომერმა 5-მა? 1 ხმა? ნომერმა 4 ხმა? 0. ნომერმა 8-მ? 0 და 2 ხმა გადავიდა 9 ნომერზე. დაგტოვა 11-მა ნომერმა 3 ხმით. ავი, ძალიან ცუდი ქალაქის თამაში იყო, მინდა პირდაპირ გითხრათ. საშინელება იყო ეს რაც გააკეთეთ. ვიძახი. ექიმის კარტი ვიცი, ვინ არის 3 წრეა, ვიცი. ვინ არის ექიმი? და ექიმი მაინც გადამოწმებული წითელი გზის მაგიდაზე. და 5-იანს უჯერებთ იმაზე, რომ 6-იანი წითელს მეძახდა და მე მოკლავდი ეხლა იმასო, ანუ აი სისულელე არის რა. 9-იანმა ვაფშე ხელი ჩატეხა, რაში ჩატეხა ხელი. რა, 5-მა 3 კაც ხო უნდა აგვეწია 5-ზე ხელი, რატო არ აწიე 5-ში ხელი? 5-9 არის გასაყვანი აქ. ამან დაგვიანებული არის, ხო? 10 წამი? ჩატეხე კი, ამან არ ჩატეხა? არა. ესე არისო 9 ნომერი? 5 და 9. 3, 2, 1 დრო, ვემშვიდობებით. დავემშვიდობოთ ნომერ 11-ს. ღამე მეგობრებო. და დაგვალაიქოთ, გამოგვიწერო, დაგვიკომენტარო. ასეთ ქარში ჩვენთვის ვზივართ და ვთამაშობთ მაფიას. და ამასობაში იღვიძებს მაფია და ირჩევს უცხოებს. დონიმ შედა და მიდასტურებს მკვლელობას. დონი ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი, იღვიძებს სერიული მკვლელი და ნახოთ რა სიზამს. და ბოლოს ექიმი ქალაქში. ამასობაში სანამ გეტყვით, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მუსიკის ავტორი არის თორნიკე ტაბატაძე
და ჩვენ სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნა ეს საუნდი. შეგიძლიათ მოძებნოთ Spotify-ზე Jumanji Mafia. სიზმარა შექმნილა ორი ნომერი გემშვიდობებით. ანუ 2-2 არ არის. კარგი. მე ვიყავი ექიმიკი. ბიჭო, არ ვიცი თუ 2-2-2-2-ია ნაჭყე? Citizen-ი ხარ? 2-2-ია? არ არის 2-2? ვა, კაი, მაშინ რა ვიცი. ბიჭო, მე მაქვს ერთი ვერსია, რომ ერთი იყო შავი მოთამაშე და სერიულმა მოკლა და იმ დღეს დავიფილე მე. ჩემი თავი. მე ესე მგონია. იმიტომ რომ ერთი არ მყავდა წითელი. Просто 7-11 შეიძლება მარტო სერიული იქნეს, არ არის გამორიცხული და ეხა მეორე ქილით მე მესროლა. 4 ვინ არის? აუ არ 4 მგონია, ან 4-ია სერიული, ან ნაჭყი არ მგონია ყოველ 5 არ მგონია სერიული. აი, არ მგონია. წარმატებები, ძალიან ცუდი ექიმი ვიყავი, ვიცი, მაგრამ ვერსეთი ვერ გავარწი. არა უშავს. კაი თამაში იყო, მაგრამ უგადაიკამდე მოხვედით ეხა და იმედია უგადაიკას მოიგებს პატიოსნები. წარმატებები ჩვენს ქალაქს. დავემშვიდობთ ნომერ 3-ს. ქალბატონო ნატალი, გახსენეთ დასახელების წრე. ვაყენებ 9-ს ერთად დავაყენებ. 9-4-5. ბიჭო. აუ ვინმე არ ვიცი რა. ერთიანი თუ შავად არის გასული, ხო? 7 შავი, 11-10-ში ერთი შავი. 2 შავი, 11-10 არ არის. ბიჭო, რავი, ახლა 9 თუ მე მაგალითად 4-5 გავყვებდი. იმიტომ რომ მე რაც ვილაპარაკე, არ ვიცი, შენ თუ სერიული ხარ თუ ვინც ხარ, არ ვიცი. მაგრამ მე შავი არავისთან არ ვარ, 10 მე მიტევდა 10-ში ხელი მაგ დადებული, 11-ს მე უტევდი მე მიტევდა ჩემთან დგებოდა 11-ში ხელი მაგ დადებული, 7 ჩემი გაყვანილია, ანუ მე ვისთან ერთად ვარ შავი. მე არავისთან ერთად ვარ შავი, იმიტომ რომ მე ვარ წითელი ამ მაგიდაზე. მე ვარ ახლა 200,000 მაგი წითელი მაგიდაზე. просто აი 4-იანს მოუწრეზე ბევრად უკეთესი პოზიცია გვინემ 5-იანს. 4 ითამაშა 1-2-3 მინიმუმ 2 წითელთან და 5 1-4. რა ნომერი? ვაყენებ 8-ს, ვაყენებ 4-ს, ვაყენებ 5-ს. ამ შლობა აქვს. შენ ხომ დავაყენე. რა მნიშვნელობა 4 დააყენებს 5, 5 დააყენებს 4. არ მაინტერესებს, კაც შენ ხომ დამაყენე პირველი. მე სულ დავაყენე. აუ 9 არის შავი. გავიყოთ და შეგიდა? რა მნიშვნელობა აქვს? მე ვაყენებ 8-ს. და არ დააყენებ და დააყენებ, კაცო, დავრჩებით მაგიდაზე და всё მარტო სერიული მგონია მაგიდაზე მე. შავი აღარ მგონია ნაჭყე. შავი არ მგონია მაგიდაზე მე. შავი არ მგონია მაგიდაზე. შავი თუ არის 2 ქილი მოხდებოდა, ხო ეგრეა? უეჭველი. რაც თქვა, მარიმ სწორი თქვა რა, 7 10 11 1-ში სამივე შავი მოთამაშე. მე ვთქვი წეღანვე ეგრე. ერთ შემოწმება ქონდა ნომერ 3-ს. არა ნომერი 2. აუ ერთი ყოდა წითელი? მე ვილაპარაკე რომ ერთი მგონია შავი მოთამაშე. აი ვაყენებ 4 დააყენე რა ნაჭყე 4-თან ერთად გავიყო. 4 ნომერი? იმან 9 დააყენა, იმან 8 დააყენა, ვასახელებ 5-ს. 5 დააყენებს 4-ს. ნახე 8-9-ს, გინდათ რომ 4-5 გაიყოს, ხო? ხო გინდათ? ხო იდაპარაკეთ, კაცო, წეგან არ ვილაპარაკეთ, სანამ დაღამდებოდა და ამ წამას ვთქვა. ამ წამსაც ვთქვით. ხო ვთქვით? ხო, მე ხა მირჩევნია რომ გაიყოს 8-9. გაგიკვირდება რატო? მე ვიცი რომ წითელი ვარ, 5-იანში ყველაზე მეტად მჯერა რომ წითელია. მინდა რომ გაიყოს 8-9. 9 და 4 გაიყოს. როგორი უსუსურია შენი ექმედება. ხო, არის მე 5-იანში ხელს არ ჩავდეთ. რაც გინდა გაყავით, არ მაინტერესებს. თელი თამაში ხო ჯინაზე თამაშობდით, ყველა. 8-იანიც დაწყებული, 9-იანი გაგრძელებული, 1-იანმა ჯინაზე 6-იანი დააყენა, 2-იანმა ჯინაზე გადის მარტო 8-იანი, არავისთან აღარ ვიყოფი. 10 წამი? ვადასხელებულია, ვასახელებ 5 წას. 9-8-5, 5 ნომერი გისმენთ? აი ვასახელებოთ. ბიჭო, მულოვანი წრიდან 9 ნომერი უფრო მეტად იდეალი მგონია, რატომღაც? არ შევიცვლი რა მე ეგრე ვფიქრობ, ხა აღარ შევცვლა ჩემს იქნება რა წარმოგიდგენთ. ასე რომ 5 ნომერი ითელი არის ნატალი მინდა გითხრა, ჯერ წეგან არგუმენტი თქვი 6 ნომერიდან გამომდინარე. მე როცა 1-4-5 ვითამაში და მე ვთქვი რომ 4 არ უნდა მეთამაშა იდეაში თქო და 1-5 უნდა მეთამაშა და 2-3-2-3-ში სადაც მე მოვიაზრებდი 1 შავს როგორც 5-მა, როგორც 4-მა
მაგიტო არ ვიყავი შავი არანაირად. მე ძალიან ბევრი არგუმენტები თუ ისა 2 ნომერმა წითლად დამტოვა, 6 ნომერმა წითლად დამტოვა. შენ აქ ჩემი წითლად დატოვებით, რა ქვია, 10 წამი ამას არ აგებ, რომ იყო რა ქვია წითელი. ამიტომ მე ოქრი მე 8-4 გაყოფილი უფრო მინდა. 4-თან გაიყოფი. ყველა 3-3 ფოლი გაქვს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. იწყება თავის მართლების წრე. 9, 8, 5, 4 ამ თანმიმდევრობით 9 ნომერი 30 წამი. მინდა რომ ქაბატონმა ნატალია მოიგოს სერიულის კარტიდან და 4-თან ერთად გავიყო, იმიტომ რომ არ გინდოდა გაყოფა, გაიგიჟე თავი რომ არ ვიყოფიო. წითელი ხარ? რავი, აბა არ ვიყოფიო და როცა არ იყოფა მოთამაშე წითელი კარტიდან შავ მოთამაშესთან, შენთვის შავ მოთამაშესთან ეს უფრო მაბნევს ხოლმე და მე დაგტოვე, იმიტომ რომ არ გავყავი და შენთვის ხა უნდა იყო 9-ს ვაფშე არც უნდა დააყენებდე შენ პირველი ნაყენებდე, როცა ამბობ 4-5 გავყოთ, 4-დან იწყებ. 1 რა ნომერი? მომისმინე, მე არ მეკუთვნის გაყოფა და იმიტომ არ ვიყოფი, როცა ყველა ვისაც ჩავს ეძახით, ყველაზე შეტევა მაქვს, ყველა შეხელი მაქვს, მე არ მეკუთვნის მაგ-მაგაზე გაყოფა. თორე მე არც ერიული ვარ, წითელი კარტი ვარ, ჩვეულებრივი. ეხა ოქრო ნახე, მართალი თქვა 5-მა, 5 თუ რამე ფერშია, ეხა არ მაინტერესებს. ვინც გავიდა, ყველამ დატოვა 5 წითლად. всё, 5 არის ანდერძი წითელი, მოიგებს 5 არის მოიგოს ამ 5-იანმა. всё, 4 ეხლა ემოციურადაც ჩავიხარ, რასაც შელაპარაკე. და ყველაფრით ჩავიხარ. 3 ამიტომ მე ვთქვი მე არ მყოფი, რას გეთქენ? 5 ნომერი? გარავისთან არ იყოფი. რატო? 5 რა გონი? 5 წითელი გონი. 8-9-ში ერთი შავი ხო ყავს? ან სერიულიდან შავი ხო ყავს? გაიყავი ან 8-დან ან 9-დან. 5 თუ წითელი ყავს, ან 8-დან უნდა იყოს 5-დან ან 9-დან, ხო? გაიყავი რომელიმესთან და კაროჩე რა 9-ში არ აქვს ან 8 უფრო დაალაგე 8 4 ნომერი. 4 თქვენ დრომი. ბიჭო 9 არ უარყო ოქრი და შენ მაგაზე განიშნები და ვერ შემოგახედე. 9 მე არ ელაპარაკო ქალბატონმა ნატალია მოიგოს სერიულიდანო? იქამდე არ მაინც შენ შეხარ სერიულიო? რა გინდა მე დედო? მე და შენ გავიყოთ? არამეთი არავისთან არ გავიყო, შანსი არ არის. შანსი არ. გაიყვანე მაშინ მარტო 4. მე გავიყვან 8-ს. გაიყვანე მაშინ მარტო 4. ხო, გაიყვანე 4. 9-ში ესარდებს ხელზე გავიყვან 8-ს მაშინ რა აზრი აქვს თო? აი რა აზრი? იწყება ხმის მიცემა. 9, 8, 5, 4 ამ თანმიმდევრობით დაგვიანებულ ხელს კაცრად არ მივიღებ. ვიფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 9-მ. ნომერმა 8-მ. 2 ხმა. ნომერმა 5-მ. ნომერ 4-ზე გადავიდა 2 ხმა ავტომატურად. ხმები გაიყო 8-სა და 4-ს შორის. 8 ნომერი 30 წამი. შეუძლებელია ნაწყე შეუწითელი იყო ამ მაგიდაზე, ბიჭო. მილიონჯერ ვილაპარაკე მე. არავისთან არ ვარ შავი, არავისთან სერიული რო ვიყო დავდგები და ამდენ შავებს შეუწევ და ხელით გავიყვან. შეხარ დანებებული და ვინც შენ დაქტოვა ეგრე დანებებულები არიან სულ ყველა. მე რომ მყოფ 4-თან. იძახის 9, ნატალი მოიგეო, всё, ყოფ 4-9-ს. პას. პას. 4. ნაჭყი, თუნდაც მე იგივე ემოციებს ვერ დავდებ. ამიტომ პას. პას. 8, 4 ამ თანმიმდევრობით. ვიფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 8-მ. 2 ხმა. 2 ხმა გადავიდა 4 ნომერზე. შემოდის ქალაქში კითხვა. ვიფიქრობს, რომ ორივე მოთამაშემ უნდა დატოვოს თამაში. ხმები გაიყო, ორივე მოთამაშემ დაგტოვა თამაში. მე დავხურავ. ამასობაში გეტყვით, რომ უნდა გამოგვიწეროთ. დაგვალაიქოთ. ძალიან ბევრს ვცდილობთ იმის რომ თავი მოგაწონო და მე მგონი მოგწონვართ უკვე. და გილოცავთ პატიოს არ მოქალაქოს! გაკავთე, ვანო, გაკავთე! წადი მოიტა ბიჭო!